ივანიშვილის და მასზე ცოტა უფროსი თაობის ახალგაზრდებს და სტუდენტებს, რომლებიც გავრილობის ღამის შემდეგ შიშველი ხელებით და მართალის თვით იბრძვიან იმისთვის, რომ იმერტკაც მიტაცებული სამშობლო სახელმწიფო საქართველოს ხელიდან გამოგლიჯონ, თვალით კი არა შესაძლოა არქივშიც არ უნახავთ, როგორ იმზირებოდა ამ ადგილიდან სტალინის ვირი, რკინის სახკომი და საქართველოს დამაქცეველი სერგო ორჯონიკიძე. საქართველოს საოკუპაციო შულავერის კომიტეტის თავკაცი ამ ადგილას 1977 წელს დააყუდეს. მისი ვითო თვითმკვლელობიდან რეალურად კი მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ 1986 წელს კი საბჭოთა საქართველოს ჯალათის 100 წლის იუბილე დიდი პომპეზურობით იზეიმა. არაფერი მოასწავებდა, რომ 2 წელიწადში გვარით ქართულს გონებით და არსით კირუს წითელ ტერორის მაშინდელი ახალგაზრდობა აიმ ასაკის ახალ რომ ქუჩაში რუსულ რეჟიმს ებრძვის, წითელ საღებავს შეესხავდა და კვერცხებს დაუშენდა. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ვირი სირგო ჩამოაგდეს და როგორც მოღალატე თბილისის ქუჩებში ჩაატარეს. 1989 წელს გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნებულ სტატიაში თავისუფლება ლომთა ხოდრია პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი წერდა. მოაბეს ყელში ვეებერთელა მავთული დააგდეს სპეცმანქანაზე და ნანადირები დათვევით ათრიეს ქუჩა-ქუჩა. ერთ კაცს ჩემი თვალით ვნახე, ფეხი ედგა სერგო ორჯონიკიძის სახეზე. ამაყად იხედებოდა აქეთ-იქით. მაგრამ რა ძალიან მოჰგავდა იმის ფეხი სერგო ორჯონიკიძის და მისთა ძმათა ჩექმაში გამოწყობილ ფეხს, რომლის ქვეშაც ითელებოდა ქართველი ხალხის უფლება. ქართველი ხალხის უფლებას ახლა მოღალატე სერგო ორჯონიკიძის რუსულ ჩექმაში გამოწყობილი ბიძინა ივანიშვილი თელავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოკუპირებულ საქართველოს ივანიშვილის შულავერის კომიტეტი. შულავერის კომიტეტის ისტორიით ბევრს აღარ დაგლით. მხოლოდ ეს გეტყვით, რომ ახლა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის ნამდვილად დასკვნითი ფაზაა. საქართველოს გაუქმება და დასამარება ერთი მოსალოდნელი შედეგით. საქართველო ტერორისტული რუსეთის ტერიტორიად უნდა იქცეს. მე ძალიან ბევრი რაღაც როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ქართული კულტურის, ქართული იდენტობის ჯალათის, ივანიშვილის რუსული კარის კომისიის წულუკიანის კომისიაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. მით უმეტეს რომ გრუზინის თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს. თუ ვინმე ამ რუსული ჯამბაზობის შემდეგ საკულთა თავში ქოცობა დაძლია და მიხვდა რომ პირდაპირ ეთერში ღალატს უყურებს, მხოლოდ გამიხარდება. თუ გულის სიღრმეში ქოცი გრუზინი არ ახარ, თუ რუსული დამპალი პროპაგანდით ტვინი არ გამოლაკებული და ვერ ხვდები ახლა რა ხდება მაშინ სასარგებლო კი არა, უბრალოდ იდიოტი ხარ. ჰააგამ რუსეთის აგრესია დაადგინა. ეთნოწმედა დადასტურებულია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია. მაშინ რა ხდება? რას იძიებს ივანიშვილის მიერ ორკესტრირებული ჩეკის წულუკიანის კომისია. აქვე ბოდიში, მაგრამ ბოდიშის გარეშე სასარგებლო იდიოტებზე მეტი ხართ, ვისაც გონიათ რომ ესაბავენ მხოლოდ მესამე პრეზიდენტს, ნაციონალურ მოძრაობას ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის გაუქმებას ეხება. მარტო გადაფარვა და სანახაობა არ არის ეს რუსული ცირკი და ჯამბაზობა. ორჯერ 2-4 და პასუხიც უმარტივესი კომისარმა თიამ უნდა დაადგინოს რა თქმა უნდა ბჭყალებში რომ ომი საქართველოს სახელმწიფომ დაიწყო და დამნაშავე რუსეთი კი არა საქართველოა. ქართული კოშმარის გრუზინსკაია მეჩეთას მიზანი ჩემთვის დიდი ხნის წინ იყო ცხადი. სპეცოპერაცია ბოდიშის შემდეგ უცხადესი, ახლა ბოდიშის დასკვნითი ფაზაა. კომისარს დასკვნა დაწერილი აქვს. დამნაშავემ ანუ საქართველომ მსხვერპლს ანუ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. ვიცი დაუჯერებელ ამბავს ყვები. ასე არ გჯეროდა ცხვავითომ სიგიჟების, მაგრამ რაც ვთქვი და არ მხოლოდ მე კი ახდა. ბოდიში მხოლოდ სიტყვიერი კი არა, საქმითაც იქნება. ფულადი კომპენსაცია და რაც მთავარია დამოუკიდებლობის ცნობა, სულ მცირე რაღაც ფორმის გაერთიანებაში რუსეთ-ბელორუსის ან კონფედერაციაში შეთრევა და აქ დასრულდება ცივილიზებული სამყაროს არაღიარების პოლიტიკა. არ გეგონოთ ვეწინამდეგები მოსაზრებას, რომ არაღიარებულ იზოლაციაში მყოფ რეჟიმს თემა გამოილიდა გადაფავრა სჭირდება. თუ ცირკია, ცირკი იყოს. თან გადაფარო და თან რუსეთის ნამუსის მოწმენდა ორივე კრემლის საშინაო დავალება. ეს ამბავი ჯერ კიდევ გორში დაიწყო ცნობილი ბოდიშით. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ.
როცა ივანიშვილის რეჟიმს შულავერის კომიტეტს უწოდებთ, როცა ის 21 საუკუნის ორჯონიკიძეს საქვეყნოდ არის რუსეთის სასარგებლო საქმიანობაში მხილებული, სანამ საშუალებაა, ყველა ჯერზე უნდა გამარტოთ, რას ემსახურებოდა მისი ბოდიში. სპეცოპერაცია ბოდიშის კულმინაცია ივანიშვილის მარიონეტის კობახიძეს გაეროს ტრიბუნაზე სიტყვა უნდა ყოფილიყო. კობახიძეს უნდა ეთქვა, რომ თბილისი მზად არის ეგრეთ წოდებული თავდაუსხმელობის აქტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის, რასაც ჟენევაში მოლაპარაკებებზე რუსეთი წლებია დაჟინებით ითხოვს. შეთანხმების აღსრულების შემთხვევაში თბილისი თავად შექმნის პრეცედენტს კონფლიქტის მხარეებად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიაროს არა რუსეთი, არამედ სოხუმის და ცხინვალის რეჟიმები. მაგრამ კობახიძემ დავალება ვერ შეასრულა. თუმცა იმავე ტრიბუნიდან ქართულთმოძულე ოკუპანტის და ტერორისტული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანიშვილს სპეცოპერაცია ბოდიში მოუწოდა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით აფასებს წარსულსო და შემდეგ მიაყოლა მოსკოვის მზადარი დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ნორმალიზებაში, მათ შორის თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფაში. და სპეცოპერაცია ბოდიშის რუსულ სცენაზე არც მეტი არც ნაკლები რუსული ოცნების გენერალური მდივანი მერი კალაძე შემოვიდა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად აღნიშნულ განცხადებას. ეს განცხადება მერი კალაძემ 29 სექტემბრის საღამოს გააკეთა. როგორც ჩანს, პატაკი საკმარისი არ აღმოჩნდა და 30 სექტემბერს იგივე მეტი მონდომებით გაიმეორა. მეტიც გაურკვეველ სამოქმედო გეგმა და ჯარების გაყვანა დაამატა. დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. 4 ოქტომბერი ოკუპანტის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. Решение 2008 года они пересмотру не подлежат. ამაზე მარტივად მოყოლა თუ იმე შეგიძლიათ მოყევით. ან ხვდები, ან ვერ ხვდები, ახლა რა ხდება. თუ ვერ და არ, ესე იგი თავისუფლების გეშინია. თავისუფლება და სახელმწიფოა, პასუხისმგებლობა და შრომა. მონობა მაძღარი სტომაქით რუსულ ნეხში კოტრიალი ადვილია. შენობა კი რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ახლა საბჭოთა კგბ-ს და რუსული ფსბ-ს დაკითხვების ოთახია. რომ წარმოვიდგინოთ ალბათ ასე დაკითხავენ მოსკოვის ჯურღმულებში გმირ ქართველ გენერლებს და გმირ ქართველ ჯარისკაცებს. არ ვაჭარბებ, არც გავგიჟებული ვარ, თუ ბორიაუს ეს ქვეყანა დაუთმეთ და რუსული საქმე ბოლომდე მიიყვანა, არ გაგვიკვირდეთ თუ ქართველ პოლიტიკოსებს, ქართველ გენერლებს და ქართველ ჯარისკაცებს გასასამართლებად და დასაპატიმრებლად პუტინს გადასცემს. არავის არაფრისკენ არ მოუწოდებ. უბრალოდ ყველა საკუთარ სინდისთან, საკუთარ ნამუსთან, ვაჟკაცობასთან, სამშობლოს წინაშე დადებულ ფიცთან და შვილების მომავალის წინაშე არის პასუხისმგებელი. მინდა ვკითხო ქართული არმიის გენერლებს, კაპიტანებს, სერჟანტებს, ჯარისკაცებს, რიგითებს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს. თქვენ ტელევიზორი გააქვთ? თუ თქვენი ტელევიზორი მხოლოდ პროპაგანდას აჩვენებს. გმირთა მოედანზე ერთხელ მაინც არ გიწევთ ჩასვლა კვირის მანძილზე? აქ ამოტვიფრული გმირების სახელები ანწუხელიძეზე ელენე ქაიხოსროშვილის ეს პოსტი გამახსენდა. საუკეთესო შეფასებაა. რუსი ბორიას კომისიის წულუკიანის დაკითხვების ოთახმა ყველა საბჭოთა NKVD-ს ტროიკა გაახსენა. 5 თვეზე ცოტა მეტი იყო გასული ორჯონიკიძეზე კრემლის კედელთან მიწის მიღრიდან. 37 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გამოცემული ბრძანებით ტროიკანუ სამკაციანი სასამართლოები შეიქმნა. სტალინის რეპრესიული მანქანა 30-იანი წლების დასაწყისში ფორმალურად სასამართლო პროცედურების დაცვით ცდილობდა ადამიანების გასამართლებას, მაგრამ როდესაც რეჟიმი მიხვდა, რომ ტერორის მასშტაბი გაიზარდა და ვერანაირი სასამართლო ამას ვერ გაუკლავდებოდა, ტროიკა დააკანონა. ტროიკა შეეხო ყველას. რეჟიმის მთავარი ამოცანა მოსახლეობის დაშინება, განაიტრალება და დამორჩილება იყო. დასახურტები კედელთან მიაყენეს. აქ ივანიშვილის გრუზიაში 3 ტროიკაა: კომისარ წულუკიანის, ამხანაგ მაღლაფერიძის, აქ შევშევდი და არა იმიტომ, რომ სათქმელი და მოსაყოლი არაფერია. არ მინდა გადაგღალოთ თან კიდევ დამრჩა მოსაყოლი, სანამ საშუალება მაქვს. რუსული რეჟიმის მიერ ოკუპირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგრეთ წოდებული ბორდის ხდომის ვიდეო კოლას შემოგთავაზეთ. გონი წულუკიანის ტროიკას აჯობეს. ეს არის ტელევიზიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა პირველი არხის. ეს იყო წინასწარი გეგმის მიხედვით და მაგიტომ ამბობ, ეს
არ უნდა მოვიკვლიოთ ჩვენ. ეს უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოებს. ეს იყო შორს იგივე მინდოდა მეთქვა, ეს იყო ორკესტრირებული, აბსოლუტურად გამიზნული, მიზანმიმართული თავდასხმა პირველი არხის არა მარტო პირველი არხის მთლიანად, არამედ მენეჯმენტის, ბორდის თავმჯდომარის, ბორდის წევრების მიმართ და სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რა თქმა უნდა. ეს ფრაგმენტი მე პირადად მაძლევს უფლებას და ვალდებულებასაც მიწესებს, რომ დავსვა საკითხი ასე. ხომ არ სცილდება ეს ყველაფერი ჩვენს კომპეტენციას და ხომ არ არის აუცილებლობა იმისა, რომ უფრო კომპეტენტური ადამიანები გაერკვენ, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით მოქმედებდა, რა მეთოდებით მოქმედებდა და საბოლოოდ ამას რა სახელი უნდა დაერქვას. სად იყო ამხანაგი მაღლაფერიძის და კომისარ წულუკიანის ტროიკა რუსიბორიას კლანის სასამართლო რომ ტროიკობდა სანქცირებული კორუმპირებული სასამართლო კლანი რომლის ჩაკუჩმა ციხეები პოლიტპატიმრები დაავსო ჩემთვის არც თუ მოულოდნელად რომ ვერაფერი მოიფიქრა რეჟიმმა პროცესები დახურა უდანაშაულო პატიმრებს ოჯახის წევრების დედების ნახვის საშუალება არ მისცა თუ ჩემი მშობლები და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებიც არ დაასწრებთ სასამართლოზე მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ მინდა რომ დავტოვო მაშინ დარბაზი და კიდე რაღაცას დავამატებდი 3 დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი სეპარატისტი ოსი მოკლეს აი ის სეპარატისტი ოსი რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და თქვენც მშვიდად ნუ დაიცინებთ ხოლმე ღამე. საინტერესოა მოასწარი თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. და გთხოვთ ახლა დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობის მიღება არ მინდა. თავი შეიგავეთ და მივბრძანეთ. თავი რანაირად შევიკავო დედმამის ნახვის უფლებას არ მაძლევ. ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყოს რო შვილს დედის უფლები გაძევებული ხარ ისედაც მივდიოდი არ გაასაჭიროთ 48 საათში განკარგულების ჩაბარებიდან მონა ხარ ბიტო მონა კომენტარი, რის კომენტარი, არადამიანურმა რეჟიმმა არადამიანურობის მორიგი რუსული მწვერვალი დაიპყრო. ეს ვითომ მოსამართლე და მისი ბატონის მონები, კობახიძეები, პაპუაშვილები, მამუები, წულუები, ზარქუები და მათი ვითომ პრეზიდენტი ალბათ როგორ რიხით სვამენ დედაშვილობის და დედის სადღეგრძელოს. სადღეგრძელოზე ქართული ფეხბურთი და ქართული ფეხბურთელების სადღეგრძელო გამახსენდა. 3 დღის წინ 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად საქართველოს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპულ ტურნირზე გავედით. ამ დღეს ზუსტად ვიცოდით, რომ ევროპაზე გასვლა მხოლოდ სპორტი არ იყო, სპორტზე მეტი იყო, დაბრუნება იყო სახში, იქ სადაც გველოდებიან. გაქცევა იყო რუსეთიდან და ივანიშვილის გრუზიიდან. ქვეცნობიერშიც და ისეც ყველა ვიცოდით, რომ ჯვაროსნების ევროპაზე ასპარეზობით რუსული კანონის, რუსული მთავრობის წინააღმდეგ მომავლისთვის ბრძოლა გაგრძელდა. სოფლიოს დაუნტკიცეთ, რომ ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით პუტინის რუსკი მირის ნაწილი, სადაც გვაბეტონებს ივანიშვილის რეჟიმი. ჯგუფიდან გასვლა იმას ნიშნავდა, რომ რუსეთიდან გამოსვლა შეიძლება. გამოსვლა, რადგან ჯერ კიდევ იქ ვართ. ეს არის შემთხვევითი, რომ სამშობლო დედაოჩემო იმღერეს ბიჭებმა. ზღაპრის ბოლო, რომ კეთილია ხომ თბილისური გაზაფხულის ერთ-ერთ ჰიმნად იქცა. 26 მარტის მთავარი სიმღერაც ხომ ეს იყო.
წარმოიდგინეთ, რომ ჯვაროსნებს გუნდური ასპარეზობის ევროპული მოედნები არ ჰქონოდათ. ქართულ ჟიმთან ხასიათთან ერთად საბოლოოდ იქ არ გამომიშავოთ ის ყველაფერი, რაც მოედანზე აჩვენეს. წარმოიდგინეთ, რომ კვარა ისევ რუბინში იყო სადღაც დამპალი რუსეთის გუნდში. და არა მხოლოდ მას, ევროპაში თავისუფლება და კონკურენცია არ შეეგრძნო. კვარა ჟორჟი მამარდა ჩაკვე და სხვები, კვარა ჯორჯი მამარდა და ჩაკვე ვერ იქნებოდნენ. გულწრფელები რომ იყო ჩაშან სპორტული ანგარიში კი არა, საერთო ეროვნული იდეის გამარჯვებით ვიყავით გახარებულები. და ზედმეტი გადაჭარბების გარეშეც, ამიტომ გვახსენებდა გერმანიის ქალაქების ქუჩებში ქართული კომაგების მარში თბილისური გაზაფხულის ანტირუსულ მსვლელობებს. ჩემ თავზე არ მაქვს დიდი წარმოდგენა, თუმცა ვიცი რა შეიძლება მოყვეს შემდეგ კითხვას, მაგრამ მე მაინც დავსვავ. ბიჭებო, სათხართ, რა შვებით? ნოვაკ ჯორკოვიჩის ეს ფოტო ნანახი გაქვთ? ან ეს გამოხმაურება? ვიცი სიტყვა გამიგრძელდა და ალბათ იტყვით შულავერიდან სერგო ორჯონიკიძის ზეგლიდან აქ როგორ მოხვედიო, მაგრამ საქმე მარტივად არის. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო. ივანიშვილის მიერ მიტაცებული საქართველოს რომ ახლა ცივილიზებული სამყაროს ევროკავშირის და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი მოკავშირე იყოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიული შეთანხმება აქ თბილისში გაფორმდებოდა. გულწრფელად ვიტყვი, არ შემშურდებოდა სომხეთის, რომლის პარლამენტმაც კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ დაამტკიცა. ყოჩახ ფაშინიანი როგორ ოსტატურად გაუძლო ყველა სახის რუსულ შემოტევას. არა და როგორ მახსოვს სომეხი ექსპერტები და პოლიტიკოსები დროებასთან ინტერვიუში როგორ აცხადებდნენ, თქვენ შემოყურებთ ევროპის გზაზე, თქვენ თუ გაძვრებით, ჩვენც გვეშველებაო. ყოჩახ ფაშინიანი, ტრამპი პუტინის, ტრამპი ზელენსკის, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პარალელურად რუბიოსთან საუბარი მოახერხა. იცის ერევანო, რომ სოფლიო ტურბულენტობაში არ უნდა დაიკარგოს. შავი ზღვის უსაფრთხოებაო და პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგას შეხვდა. საუბრის თემები გამოიცანით. მეორე დღეს კი რუბიო ბალტიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მათ იდეალური პარტნიორი უწოდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. 28 მარტს ზუსტად 4 თვე გავა მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შულოვერის კომიტეტის მარიონეტმა ვინმე კობახიძემ საჯაროდ გითხრა, რომ რეჟიმმა ევროპასთან ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობა დაასრულა. კობახიძე არავინ არის, როცა ის მეტყველებს დამალული, გაუჩინარებული ცრუქველმოქმედი რუსეთის სასარგებლო საქმიანობაში საქოქროდ ხილებული ივანიშვილი საუბრობს. ამ განცხადებიდან 4 თვის თავზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთი ახსენა. საქართველო არა. 28 ნოემბრის მოღალატეობრივი განცხადებიდან 4 თვის თავზე რუსული რეჟიმი ქართულ არმიას პირდაპირ ეთერში აყურებინებს, რომ სამშობლოს სახელმწიფოს საქართველოს დაცვა დანაშაულია. მეტი რაღა ღალატი. რასელუდებით, რომ 9 მაისს ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარიონეტი უდოში წითელ მოედანზე ჯალად სიახლოს და არადი ჩაიბაროს? მიდი ბორენკას მიშა, თუ ღალატია, ღალატი იყოს. სოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება, ჩვენ კი თავზე ისევ სერგო ორჯონიკიძე გვაზის. 104 წლის წინ იმ სერგომ საქართველოს განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთი საუკუნე წაართვა. ახლა ამ შანსს რუსი ბორია და მისი დანაშაულებრივი სინდიკატი გვართმევს. ხვალ 31 მარტია, დღე როდესაც ქართულმა ხალხმა ერთხმად და ხმამაღლა თქვა, რომ მას არ სურს რუსულ ნეხვში ცხოვრება. ამ ნეხვიდან ვერავინ ამოგვიყვას, თუ ჩვენ თავად არ ამოვედით. უნდა შევძლოთ ჩვენ თავში იმ ვაჟკაცობის სახლს, რომელიც აგვარწმუნებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერ მტერსაც მოვამბოთ და ძლიერ მტერმე იძულებული გახდეს ანგარიში გაგვიწვიოს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იოლი საქმე არ არის. რა თქმა უნდა ამას ვერ გააკეთებ თუ მხოლოდ იმაზე ვოცნობებ, რომ როგორი ცხოვრო კეთილად გადაღან თქვა ფუფუნებაში იყო და არაფერი არ მოიკლო, არაფერი არ დაიკლო და თქვა რაღაცამ გამზადებული, ლანგარზე დადებული მოგართვას აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის. თუ ასე მოვიდგებით, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ არაფერი არ გვინდა. მაგრამ თუ ჩვენ მოვაზადებით იმისათვის, რომ ყველა გასაჭირს გავუძლებთ ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის სახელით, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ ამას შევძლებთ. და მიუხედავად რუსეთის სიძლიერისა, ის აქედან უდამოძუებული წავა.
მაგრამ კიდევ მეორე თუ ჩვენს უკუდი ვაქცინეთ, თუ ჩვენს თვალებში შევაჩერდით მოსკოვსა და სულის ვიძახეთ, რომ მოსკოვის გარდა ჩვენ არაფერი არ გვეშველება და მოსკოვია ჩვენი ერთადერთი მშველელი და ჩვენი ერთადერთი მფარველი და ჩვენი ერთადერთი მამა და მარჩენელი, მაშინ რა თქმა უნდა არაფერი აქედან არ გამოვა. მას უცხადია ვაღიაროთ ჩვენი დამარცხება, ისე მიგესვათ მანობის უზალი და შევახვეწოთ იმას, რომ იქნება ხანდახან მოქცეს უფლება იმისა, რომ სოხუმშიათ ჩავიდეს ქართველიც, მაგრამ ასე თუ დადგება საკითხი, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ კიდევ ვიგებთ, თუ ჩვენთან მოყვარეობას არ უღალატებთ, ჩვენ სიმტკიცესა და ჩვენს ვაჟკაცობას მოვიკრებთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ამ დიდი ომის მოგება და მართლაც გამარჯვებული გამოვიდეთ იმ ვითარებიდან, რა ვითარებაში სამწუხაროდ გვეშონა.